საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ნაწილი ქართული ოცნება დღეს მხარდამჭერებს თავისუფლების მოედანზე ელოდება. აქცია 16 საათზე დაიწყება. მანამდე კი იქნება ფეხით მსვლელობა. 14 საათიდან კოლონები ქალაქის 4 წერტილიდან დაიძრება. ესენია ვაკის პარკი, სპორტის სასახლე, დინამო სტადიონი და ავლაბრის მეტრო. იმ ადგილზე, სადაც კოალიციამ ზუსტად 4 თვის წინ კამპანია დაიწყო, ამ წუთებში ბოლო ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. და რა ხდება თავისუფლების მოედანზე, როგორ მიმდინარეობს სამზადი სინოდარ ჩაჩუა ჩაგორთვება ახლა პირდაპირ ეთერში ნოდა რასაც ხედებენ ორგანიზატორები, რა გეგმები აქვს დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. დიახტამთა კოალიცია ქართული ოცნების აქციისთვის მზადება აქ თავისუფლების მოედანზე გუშინ გვიან ღამით დილის 6 საათიდან დაიწყო და უკვე შეიძლება ითქვას, რომ სამუშაოები თითქმის დასრულებულია, დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც დღეს აქ კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა აქ შეკრებილ გამომსვლელებს უნდა მიმართოს, ასევე დამონტაჟებულია ხმის გამაძლიერებლები, როგორც თავისუფლების მოედნის მთელს პერიმეტრზე, ასევე ქალაქ თბილისის მთავარ გამზირებზე, რუსთაველის გამზირის თითქმის მთელს ნახევარ მოედანზე, პარლამენტის შენობამდე, ასევე დამონტაჟებულია ქვევით პუშკინის მოედნამდე, გვერდით ქუჩებზე, ლესელიძისა და ლეონიძის ქუჩებზე. ხმის გამაძლიერებლებია დამონტაჟებული. ჯერ კოალიცია ქართული ოცნების ლიდერები აქ არ მოსულან, თუმცა როგორც ისინი პროგნოზებს აცხადებდნენ და კომენტარებს აკეთებდნენ, დღევანდელი აქცია იქნება ბევრად მასშტაბური, ვიდრე იყო 27 მაისს. 27 მაისს კი ზუსტად 4 თვის წინ კოალიცია ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიას სწორედ მასშტაბური აქციით თბილისით დაიწყო, შემდეგ კი უკვე 11 რეგიონში გამართა აქცია. კოალიციის ლიდერი, ძირითადად კოალიციის ლიდერი მიმართავდა ამ მრჩეველს, ისინი ის თავდაპირველად წარუდგენდა რეგიონის მაჟორიტარ კანდიდატებს, შემდეგ კი საუბრობდა კოალიცია ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაზე. პროგრამაზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ საარჩევნო პროგრამა წარმოდგენილი აქვს, იგი 80 გვერდიანია და მასში 8 პუნქტად არის გასწერილი ყველა ის პრიორიტეტები, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში ქართული ოცნება ამ მრჩეველს პირდება. მათი ძირითადი პრიორიტეტი და მთავარი მიმართულება არის სოფლის მეურნეობა, სადაც კოალიცია ქართული ოცნება მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. 4 თვის განმავლობაში რეგიონებში შეხვედრის პარალელურად ჰქონდა ადგილი, ასევე ხელი მართველი კოალიცია ქართული ოცნების ამ მრჩეველთან შეხვედრაზე და ინციდენტებს ხდებოდა ხოლმე. ეს იყო ის პრეისტორია, რომელიც მიმდინარეობდა ამ 4 თვის განმავლობაში თბილისის პირველი აქციიდან დღეს უკვე თბილისის ბოლო აქციამდე. როგორი იქნება დღევანდელი დღე, ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დღეს კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, შეაჯამებს ამ წინასაარჩევნო პერიოდს და ასევე დაასრულებს კიდევაც მას და უკვე მოემზადებიან 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. დღეს კოალიცია ქართული ოცნების ლიდერის გარდა, ასევე და პოლიტიკური ნაწილის გარდა იქნება არაპოლიტიკური ნაწილიც და იქნება რამდენიმე მუსიკალური ნომერიც. ნოდა, რა ხდება სატრანსპორტო მოძრაობასთან დაკავშირებით? ვრცელდება ცნობა, რომ რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება უკვე შეზღუდულია. დიახტამთა სატრანსპორტო მოძრაობასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ სწორედ კოალიცია ქართულმა ოცნებამ გაავრცელა მიმართვა და მიმართა საპატრულო პოლიციას პირველ რიგში, რომ დაიცვას წესრიგი ქალაქში და თხოვნით მიმართა მას, ასევე ბოდიში მოუხადა მოსახლეობას შეზღუდული გადაადგილების გამო, რადგან გადაკეტილია, როგორც უკვე გითხარით, და რუსთაველის გამზირი ნახევარი თითქმის პარლამენტის შენობამდე და დამონტაჟებულია ამ მთავარ გამზირზე ხმის გამაძლიერებლები, ასევე გადაკეტილია უკვე პუშკინის გამზირი ქვევით კოლმეურნეობის მოედანზე, სადაც ასევე ხმის გამაძლიერებლებია დამონტაჟებული, ასევე გადაკეტილია თავად ქალაქის მთავარი მოედნის გვერდითა ქუჩები, როგორც ლეონიძის, ასევე ლესელიძის ქუჩა. როგორც უკვე გითხარით, კოალიცია ქართულ ოცნებაში, კოალიცია ქართულ ოცნება სწორედ ამ შეფერხებას ხსნის იმით, რომ დღევანდელ დღეს ელოდება საკმაოდ ბევრ ადამიანს და დღევანდელი დღე, როგორც ისინი აჩხდებენ, იქნება საკმაოდ მასშტაბური. და რაც ეხება კოლონების მოძრაობას, თუ გაქვს უფრო დამატებითი ინფორმაცია, რომ მოგვაწოდო, ანუ ლიდერები გამოუძღვებიან თუ არა მოსახლეობას თბილისის 4 წერტილიდან და როგორი იქნება მათი გადაადგილება და რომელ საათზე შემოუერთდებიან უკვე თავისუფლების მოედანს? დიახტამთა, როგორც შენ უკვე აღნიშნე, გადაადგილება უკვე ქალაქის მასშტაბით 4 წერტილიდან 2 საათისთვის დაიწყება, შეკრება უბრალოდ 2 საათისთვის დაიწყება. იქნება რამდენიმე შეკრების წერტილი, მათ შორის იქნება ავლაბრის მეტრო, ასევე იქნება დინამო სტადიონი, ასევე ვაკის პარკი და სპორტის სასახლე. სწორედ ამ 4 წერტილიდან 2 საათისთვის შეკრება დაიწყება და სწორედ ამ დროისთვის დაიწყებენ მსვლელობას ის ადამიანები, რომლებსაც დღეს დასწრება უნდათ აქ თბილისის მთავარ მოედანზე წინასაარჩევნო კამპანიის, ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის
კამპანიის დასრულებას ასე ვთქვათ შეხვდეს და მოусმინოს კოალიცია ქართული ოცნების ლიდერს. სავარაუდოდ როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, თუმცა ეს არ არის გადამოწმებული ინფორმაცია ამ დროისთვის, რადგან როგორც უკვე გითხარით, აქ თავისუფლების მოედანზე ჯერ ლიდერები არ გამოჩენილან, თუმცა სავარაუდოდ ამ კოლონებს სათავეში სწორედ პოლიტიკური ლიდერები ჩაუდგნენ. მადლობთ, ნოდარ, ეს იყო ნოდარ ჩაჩუა, რომელიც თავისუფლების მოედნიდან საუბრობდა პირდაპირ ეთერში.